გრიფით საჯარო. ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს. ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. მოგესალმებით რადიო მსმენელებო, დღეს 14 დეკემბერია, ეთერშია გადაცემა გრიფით საჯარო, მე მის წამყვანი ილიკო ნათოლაძე ვარ. ქუთაისში აკაკი უნივერსიტეტის სტუდენტების მტკიცებით, სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება. ამ მოსაზრებას სტუდენტური გაერთიანება ალტერნატიული თაობის წევრები იმ არგუმენტით ამყარებენ, რომ მათ მიმდინარე წლის თვითმმართველობის ბიუჯეტის განხილვის საშუალება არ მიეცათ. სტუდენტური გაერთიანების წევრებმა უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში შეკრებილ სტუდენტებსა და ჟურნალისტებს ზემოთ აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ ფოტოარქივიდან ის ფოტოსურათები და ვიდეო მასალა წარუდგინეს, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ნაციონალური მოძრაობის მაისურებით არიან. დღევანდელ გადაცემაში სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ. სტუდიის სტუმრები იქნებიან ლანა რუსეიშვილი და გიორგი ბაბუნაშვილი. სარეკლამო ჭრის შემდეგ ჩვენ შემოგვიერთდებიან სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და ისინი თავიანთ არგუმენტებს და პოზიციას წარმოგვიდგენენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში, გამოთქვით თქვენი აზრი, დარეკეთ სტუდიაში ნომერზე 24 გამოაგზავნეთ თქვენი შეკითხვები ან მოსაზრებები ჩვენი Facebook-ის გვერდის საშუალებით. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგზავნებისათვის. თავდაპირველად მსმენელებს რომ გავაცნოთ, როდის შეექმნა თქვენი გაერთიანება ალტერნატიული თაობა და ვისი ინიციატივით. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მოწვევისათვის. ესე იგი, ალტერნატიული თაობა შედგენილია 8 ფაკულტეტისაგან და შეიქმნა წელს, მაგრამ მასში გაერთიანებული ალტერნატივა, რომელიც შარშან და შარშანაც იყო, ორგანიზაცია იყო შარშან და შარშაწინაც. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ გავაუმჯობესოთ სტუდენტური ცხოვრება და ყველა სტუდენტის უფლება იყოს დაცული ჩვენს უნივერსიტეტში, რაც დღესდღეობით არ არის. რაც შეეხება ბიუჯეტს, მინდა ირაკლი. მოკლედ, ვისი ინიციირებით შეექმნა, რომ სტუდენტების ანუ ჩვენ შევიკრიბეთ წესლის ბაზაზე სტუდენტებმა მოვიყარეთ თავი და შეგვიძლია ქონდა სურვილი და შეექმნა ალტერნატიული საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებდა ასევე თვითმმართველობას და გაჩენაში მივიღეთ მონაწილეობას უკეთესი პირობებისათვის სტუდენტებს. ანუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე გაქვთ. დიახ. კარგით. რაც შეეხება თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც გააკეთეთ უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში, გარკვეული პრეტენზიები და მოსაზრებები გააჩნიათ სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობასთან დაკავშირებით და გარკვეული ბრალდებებიც. დიახ, ეს ბრალდებები წარმოიშვა იქიდან, რომ 4ჯერ ვიყავით ბიუჯეტზე მოთხოვნასთან დაკავშირებით შესულებით თვითმმართველობაში და 4-ვე მივიღეთ უარი. და სხვა უარი ეს ხჯერელი იყო, რომ მათ არ ჰქონდათ ნება და სურვილი რომ მოეცადეს ბიუჯეტი, ზოგჯერ ამბობდნენ რომ მათ ეს არ ევალებათ, არ აქვთ დამოუკიდებელი ბიუჯეტი და მან გამოიწვია ყველა ჩვენი დაინტერესება და მივიღეთ 4-ვე სხვადასხვა პასუხები, იყო რაღაცა საფუძვლიანი ეჭვი, რომ არ არის წესრიგში ბიუჯეტი. ამიტომაც გავაწყვიტეთ, რომ ეს შეხვედრაც მოგვეწყო და გავეცნო ეს პრობლემა ტელევიზიით ყველასათვის. გიორგი, თქვენ თუ გქონდათ გამოთხოვილი ინფორმაცია, რა შეიხარჯება უნივერსიტეტის სტუდენტური როგორ არა, ეს ჰქონდა და არ მოგცეს, მივიღეთ უარი და შემდეგ ლაპარაკებში მათ დაგვიდასტურეს, რომ ახლა ამზადებენ, რადგან არ იყო აღამდე მოთხოვნა სხვა სტუდენტებიდან ახლა ამზადებენ და დეკემბრის ბოლომდე მოგვაწვდიან ასე შეკითხეს და იმედოვნებთ, რომ მათ მოგვაწვდიან დეკემბრის ბოლომდე. არა და დებულებაში, სტუდენტური თვითმმართველობის დებულებაში ნათლად წერია, რომ საჯარო უნდა იყოს ბიუჯეტი და როცა არ უნდა მივიდეს სტუდენტი, უნდა შეეძლო თვითმმართველობის პრეზიდენტს, რომ წარმოგვიდგინოს. გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ირაკლი ჯიშკარიანმა თქვა, რომ ისო, ანუ ხარვეზები იყო, რაღაც თარიღი იყო შეცდომითო. ყოველი 2 თვის განმავლობაში ყოველი დღე მიმართავდით ირაკლი ჯიშკარიანს, რადგან სხვა პასუხს ვღებულობდით და არ შედის ესე იგი ირაკლი ჯიშკარიანის კომპეტენციაში, ან ნებასრულზეა დამოკიდებული, არა და კანონს არ გვაქვს, რადგან ნათლად წერია, რომ ეს არის საჯარო ბიუჯეტი უნდა იყოს ყველა სტუდენტისთვის საჯარო. თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენ შეადგენს კი როგორ არა, შეადგენს აკაკი-წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის არაუმეტეს 1%-ზე ნაკლებს და ეს არის დაახლოებით 100,000 ლარამდე. და რა შეიხარჯება ბიუჯეტი? ხარჯება სხვა პროექტებში, შესაძლებლობა ან საშუალება, რომ რაიმე სტუდენტური პროგრამა ყოფილიყო ინიცირებული, მოითხოვეთ თანხა და არ დააკმაყოფილეს თქვენი მოთხოვნა. რა თქმა უნდა, მაგაზე გვაქვს ჩვენ პრეტენზიები, რომ არ არის საჯარო ეს ყველაფერი, მათ მივმართეთ ამის გამო და იყო ასეთი პასუხი, რომ თუ მოითხოვთ, ეს იქნება ჩვენებაზე დამოკიდებული, თუ მოგცემთ თუ არ მოგცემთ. თვითმმართველობა ხარჯავდა ბიუჯეტს, ან იხმარდა კონკრეტული ადამიანი, ან ხმარდებოდა კონკრეტულ პარტიებს.
რაც დაუშვებელია. წინა ხელისუფლებაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა. დიახ. ტარდებოდა აქციები, კარგად გვახსოვს ყველამ რაც გააკეთა თმართველობამ, გააკეთა ეგრეთ წოდებული უთვების აქცია, იმ კადრების შემდეგ, როცა საქართველოს ძალიან უჭირდა და ყველა პატიმრის ოჯახი იყო შეძრწუნებული. ჩვენმა თვითმმართველობამ მივიდა ქართული ოცნების ოფისიდან და მიიტანა უთო. იმის ნიშნად, რომ ცოცხი არ არის საკმარისი, უთოც უნდა დავაუთოვოთ თურმე პატიმრები. ამის შემდეგ მე უსვავ კითხვას, არიან თუ არა ისინი აპოლიტიკურები. ხმარდებოდა თუ არა სტუდენტური თმართველობის ბიუჯეტი რომელიმე პარტიას. ანუ თუ ნაციონალური წევრი არ ვიყავით ჩვენ ბავშვები, მაშინ არ შეგვეძლო უფლება მიგვიღო რომელიმე პროექტში, არ შეგვეძლო მივსულიყავით თვითმმართველობაში და მხოლოდ ხმარდებოდა ერთი პარტიის ახალგაზრდოს ეს ბიუჯეტი. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეჭვი გვაქვს ამისი, რა თქმა უნდა. საქმიანობაში თქვენ პოზიციებს, ხედვებს, რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ. ან თუ კონდათ შემუშავებული რაიმე კონცეფციის სახით, რომ თქვენი მოთხოვნები ყოფილიყო დაკმაყოფილებული. რა თქმა უნდა, მივმართეთ, მრავალჯერ მივმართეთ, ყოველდღე ვიდექით თვითმმართველობის კარებთან და ყოველთვის ხებლობდით სხვადასხვა პასუხს, წერილობითაც, სიტყვიერი შელაპარაკებითაც, სიტყვიერი რომ მე ჩემნებას მიმართეთ მას შემდეგ, რაც თქვენი გაერთიანება ალტერნატიული თაობა ანუ არა და თუ მანამდეც იყო სტუდენტი, რომელიც ეხა მესამე კურსზე, რომელსაც მიმართავდა თვითმმართველობას და არანაირ დამაკმაყოფილებელ პასუხს არ გაბობდა, არ იყო საერთოდ გაერთიანება, თვითონ სტუდენტი მიმართავდა, როგორც სტუდენტი და სულ ღებლობდა უარყოფით პასუხს. თვითონ ეს გაერთიანება შევიქმნით, როცა დაიწყო სწავლის პროცესი, ანუ წელს ოქტომბრის თვიდან და ყოველდღურად ამ ოქტომბრის თვიდან მიმართავთ ეს უკვე 4 ჯერ მიმართით. და მანამდე იყო საკითხი სტუდენტების მიმართვა, რომელიც საკმაყოფილდებოდა. და თქვენი ხმა თუ მიაწვდინეთ რექტორატს და რექტორატ დიახ, შესულები იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები რექტორთან და რექტორმა აღნიშნა, რომ თვერთველობა არის დამოუკიდებელი ორგანო და მას ეს არ ეხება და უნდა მიმართოთ ისევე თვერთველობას. მაგრამ ეხა მერაბირემაძე მოგუცა გუშინ, მხოლოდ ის რომ რამდენი თანხა გადაურიცხეს თვითმმართველობას, რა პროექტში, რა დაახარჯა, რა ისი მოთხოვნა ჩვენ უფლება გვაქვს. მსმენელებსაც გავაცნოთ, რა შეიხარჯება სტუდენტური თვითმმართველობის. ჩვენ ანუ ხა რა აღონიციებებს ხმარდება. კიცებულებით ეხა მე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ლოგიკურად ეჭვი გვიჩნდება, რომ ხმარდებოდა პოლიტიკურ პარტიებს, ხმარდებოდა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ. ამბობთ პოლიტიკურ პარტიებს. ეს არა, ეს. ანუ ერთი, რომელშიც გულისხმობ ნაციონალური იყო, ნაისაც შაშან მე ასწავლობდა მესწავლობდი უნივერსიტეტში მესამე კურსზე ვარ და თუ რამე ქალაქში ან თუნდაც ქალაქ გარეთ მართლა წყალტუბო მახსოვს, თუ ჩამოდიოდა მინისტრი აუცილებლად მიყავდა სტუდენტები, ერთ-ერთი ალბათ ჩემი ნაცნობები წაიყვანეს, ასევე იყო სარკოზოცა იყო ჩამოსული თბილისში, მაშინაც მოხდა სტუდენტების წაყვანა, ეს მოხდებოდა თვითმფრინავის ფულით. იმის ბიუჯეტით ალბათ ლოგიკურად და თვითმფრინავა იყო ორგანიზატორი, მაშინ მიყავდა თვითმფრინავის თანხით. ექსკურსიებზე, პროექტებზე ღებულობდნენ. ორგანიზებულობა ხოლო ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულში ვინც იყო ის ბავშვები მოწობას. ჩვენ სრულად ბლოკირებული ვართ თვითმფრინავისგან, რომ რადგან ჩვენი ხედვები გვაქვს, შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიას უჭერთ მხარს, ან ისევ ნაციონალურს უჭერთ, მაგრამ მაინც რადგან არ ვართ ნაციონალური მოძრაობის წევრები, არ გვაქვს უფლება ვიყოთ თვითმფრინავის პროექტებში. ნუ ამჟამადაც ეს ხდება. ამჟამადაც ეხა უკვე გამოცოცხლენ, როგორც ვატყობ, ჩვენი ეხა დაიწყეს პროექტებზე მზადება, ეხა დაიწყეს ბიუჯეტის მომზადება, ეხა აპირებენ სკვერების გაკეთებას, რაღაც საახალწლო კავეინს გეგმავენ. ამდენი ხანი 2 წლის განმავლობაში გამოკითხვის შედეგად გვაქვს ბავშვებისგან, რომ 90% არიცავს თვითმმართველობის პრეზიდენტს. ჩვენ ალტერნატიულმა თაობამ გვაქვს საბუთები, რა ჩატარებულია გამოკითხვა. გამოკითხეთ ყველა ფაკულტეტის აბსოლუტურად. დაახლოებით რამდენი სტუდენტი? თითო ფაკულტეტიდან 250-მდე იყო. 300 სტუდენტი გამოიკითხა 2 დღის განმავლობაში. მოსემული იყო 18 კითხვა თვითმმართველობის საქმიანობის, მათი წარმომადგენლების შესახებ. მოგესალმებათ, თითოეულ ფაკულტეტს აყავს თვითმმართველობის წარმომადგენელი, 1-დან 3 კაცამდე და ეს უშუალოდ უნდა აკეთებდეს სტუდენტებთან შეხვედრებს და არ იცნობენ. შევიდეთ სუნჩი არ იცნობენ თვითმმართველობის პრინციპს აკვირდა ძალიან. და უბრალოდ არ არიან ჩახედული თვითმმართველობის საქმიანობაში, ისინი ითხოვენ რომ იყოს გამჭვირვალე, უფრო ჩატარდეს სხვადასხვა პროექტები, პროგრამები, რომელსაც მიიღებენ ისინი მონაწილეობას. და ეს და 90%-მა თქვა რომ მოითხოვენ თვითმმართველობის ორგანიზაციას. თქვენს გაერთიანებაში რამდენი სტუდენტი არის? ანუ ყველა ფაკულტეტიდან არის, ნაკრები ფაკულტეტები არიან. და დაინტერესება რამდენად მაგრამ? დაინტერესება, რაც ჩვენ პრესკონფერენცია გავაკეთებთ, ძალიან დიდია. აქამდეც იყო, მაგრამ კიდევ გქონდათ სტუდენტებს შიში იმისი, რომ გამოყენეს როცა ვატარებდით ერთმა სტუდენტმა გვიჩვენა. ვისი შიში აქვს? სტუდენტური თვითმმართველობის. აი, საიდან მოდის ეს შიში სინდრომი, როდესაც საუბრობთ სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, გიპასუხებთ. უნივერსიტეტის ცხოვრებაში და საქმიანობებში, რაც იგეგმება და ხორციელდება
მოსახლეობა უნდა იყვნენ აქტიურად. იყო გამონათქვამები, რომ თუ რომელიმე პარტიის აქციაზე წავიდნენ სტუდენტი ჯიშკარიანი მას რაღაცას მოწევდა ან რაღაცა. რა უნდა მოწევდეს? მაგალითად, ან თუ იყო რა არ მიაღებიებდა პროექტში, კი მყავს ადამიანი, რომელიც ამას განაცხადებს საჯაროდ, რომელიც იტყვის, რომ ჯიშკარიანმა მას უთხრა, რომ თუ წახვალ პოლიტიკური რომ კონკრეტულად ქართული ოცნების აქციაზე, მაშინ ის იქნება ბლოკირებული თვითმმართველობისგან. ვერანაირ ორგანიზებაში ვერ მიიღებდა მონაწილეობას. მე პირადად ჩემ წარმომადგენელს არ ვიცნობ. როცა დავუსიკითხო რომ სად იყავი, მუშაობ. რომელ წარმომადგენელს? რაც თვითმმართველობაში, თვითმმართველობა ხო არის ხიდის სტუდენტსა და ლექტორანტ შორის. ამ ხიდში არიან ადამიანები, რომ ხიდზე არიან, რომლებმაც ჩვენ უნდა გაგვიყოს შუამავალი ჩვენ შორის. ამათ ჩვენ არ ვიცნობთ. სრულიად შორს ვართ მათგან და ზოგი მუშაობს, ზოგი დასასვენებლადაა, ზოგს არ ცალია და პასუხობენ ასე, რომ მე არ მცალია, მიპასუხალე, მაინც ერთვადე მეორე წელს გამოვში მუშაობ და ვერ მოვიცალეო. და თქვენ თუ გქონდათ რაიმე ინიციატივა, რომ თავად გაგეკეთებინათ რაიმე სამუშაო შეხვედრა, რომ გაგეცნოთ და მათი მოსაზრებები მოგეტყობათ ჩვენ ამ წუთში მე ვერ გეტყვით რომ მე მქონდა, მაგრამ გარკვეული პროექტები იბლოკებოდა, როდესაც სტუდენტები შედიოდნენ და ეს აცხადებენ ამ საჯაროდ ესეც ვიცოდით, რომ ნაწილი პროექტების უმრავლესობისა არაფინ და თოდელობის ბიუჯეტიდან და არ ქონდათ მათ საშუალება რომ ეს პროექტები განახორციელებინა სტუდენტებისათვის. სტუდენტებს ხვდებით ჩვენ შევხვდით სამედიცინოს, რომ ლაშა ჩხარტიშვილი ყავდა მოწვეული ყველა ფაკულტეტის ბავშვები. ლაშა ჩხარტიშვილზე მინდა გითხოთ, რომელიც ძალიან აქტიურობს თქვენს მიერ შექმნილ Facebook-ის გვერდზე. ლაშა ჩხარტიშვილთან და მის ორგანიზაციასთან ვაპირებთ კავშირი გქონდეს და თუ რაიმე ღონისძიება იქნება გარემოსაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, უნივერსიტეტში ისეთი სიტუაცია სრულიად უსუფთავობაა. ფიქრობთ, რომ უნდა იყოს გარემოს დაცვა პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის და ვაპირებთ ლაშა ჩხარტიშვილის გაერთიანებაში მივიღეთ მონაწილეობა როგორც სტუდენტებმა. და რაიმე კონკრეტული ღონისძიებები ან პროგრამები მოგვაწვდის დაიწყება ნელ-ნელა ლაშა ჩხარტიშვილთან მოლაპარაკებები და გაგვასწრებს ლაშა ჩხარტიშვილი. არა, ეხლა გეგმავთ რა თქმა უნდა. არიან სხვა კონკრეტული ორგანიზაციებიც და პირებიც. გეგმავთ რამდენად გამოგვივარო, ვიცი სახალხო დამცველის ჩამოყვანა გვინდა, რომ პირადად ირაკლი ჯიშკარიანს რექტორის მოადგილეს წაუკითხოს ლექცია იმასთან დაკავშირებით, რომ სტუდენტის უფლებები არ უნდა იყოს შეზღუდული და ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლებები. ამასთან დაკავშირებით მოვიწვევთ პროექტში ირაკლი ჯიშკარიანს რექტორს და რექტორის მოადგილეს. სახალხო დამცველის ჩამოყვანას აპირებს სპეციალურად იმისათვის, რომ მაგალითად სტუდენტური გაერთიანების წევრებს წაუკითხოთ ლექცია, რომ ჩვენი უფლებები იყოს უფრო დაცული და არ შეიწყუდოს. სხვა რა არის ესეთი ღონისძიება? სხვა გეგმავთ ახლა ყველა ეკოლოგიური საკითხების გარდა რა აწუხებს დღესდღეობით სტუდენტებს? თუმცა სტუდენტებს მეგეტყვით ყველა ფაკულტეტს აბსოლუტურად აწუხებთ ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობა. რაც პირდაპირ დაკავშირებულია სწავლის პროცესთან, ხდებათ უამრავი ქსელის გადაღება, ეს ყველა საწოლას ეს პრობლემები და შეიძლება ალბათ ჩვენთელობას შეუძლია და ზოგადად უნივერსიტეტს რომ წიგნების რაოდენობა გაიზარდოს, რაც ხელს შეუწყობს უკიდურეს სწავლის პროცესს. თქვენ პრეტენზიები გაქვთ არა მარტო სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლებთან, არამედ უშუალოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან. ჩვენთელობასთან ეს იქამდე მიდის რომ ჩვენთელობა უნდა აგვარდეს სტუდენტების პრობლემებს რექტორატთან. ანუ ეს ხიდი არ არის არ ფუნქციონირებს კარგად და კარგად კი საერთოდ ფუნქციონირებს. ეს უნდა მიაწოდოს ელემენტარულად არც ერთ უნივერსიტეტში არ არის დაბლოკილი Wi-Fi. როდესაც მიოდის სტუდენტურ თვითმმართველობას, სტუდენტურ თვითმმართველობის კაბინეტს აქვს, რა თქმა უნდა, მარტო მათ აქვს. როცა უთხარით რომ შეგიძლიათ მოვუქცეთ რაღაც ბლოკი მოხსნათ, სიხშირე მოაკლდება თურმე სტუდენტურ თვითმმართველობას და ვეღარ მოიხმარენ სწრაფად და ჩვენ სტუდენტები ვართ დაბლოკილები თვითმმართველობისგან. Wi-Fi-ს ვერ მოვიხმართ. მარტო ერთ ოთახშია თვითმმართველობის ოთახში. კარგით, რა შეეხება სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლის ირაკლი ჯიშკარიანის მიმართ პრეტენზიებს, თქვენ გამოთქვით პრეტენზია, რომ სწორედ თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა მისი ვიზიტიც არა დასვენება იტალიაში. რის საფუძველზე აცხადებთ ამას? მხოლოდ ეჭვის საფუძველზე აცხადებთ თუ გაქვთ კონკრეტული დოკუმენტების აბუთები, რომელსაც ამას დაასაბუთებთ, იმიტომ შეიძლება სასამართლო დავის საგანიც გახდეს. ეჭვის საფუძველზე ვაცხადებთ, ეხლა ლოგიკურად არ გვაზრობენ ბიუჯეტს, არ ხთიან საჯაროდ, ესე იგი აქვთ რაღაც დარღვევები. აქედან გამომდინარე, როდესაც ამდენი არეულობა იყოს არ იყო საჯარო ბიუჯეტი, ირაკლი ჯიშკარიანი ისვენებდა იტალიაში საცოლისთან. ეხა აცხადებს, რომ ცეკვის სამსახთა თუ რასაც ახლა, მაინც მე როდესაც ვკითხე, ირაკლი ჯიშკარიანის მაგ თემაზე ვესაუბრე, თავი ამარიდა. ასევე მას ვკითხე, როდის შეხვდა ბოლო სტუდენტებს, როდის იყო
გვაქვს GPA სუბტროპიკული. რომ იტალიაში ბიუჯეტის თანხით ისვენებდა თუ არა? ხო, რა თქმა უნდა, არის და თავი ამ კითხვას. გადავიდა სხვა თემაზე. სუბტროპიკული და GPA სრულად ბლოკირებულია თვითმმართველობისგან. ერთხელაც არ არის 2 წლის განმავლობაში ნაყოფი თვითმმართველობის პრეზიდენტი GPA-ში. როცა იქაც ჩვეულებრივი სტუდენტები სწავლობენ, როცა თავისი გასაჭირი აქვთ. ამაზე მითხრა, რომ რეგისტრიამ გამცა ასეთი პასუხი. ესო ჩემი დიდი ტკივილიაო და ვეცდები გამოვასწორო. მე მგონი 2 წელი გავიდა და ამდენი ხანი არ გამოუსწორებია. ფოსში გვაქვს ასევე ფილიალი. ერთხელაც